ყოფილი პოლიციელები ხელმძღვანელების წინააღმდეგ 2010 წელს ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის სამმართველოებიდან დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. ყოფილი პოლიციელები ამბობენ, რომ 2 წლის წინ მათ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ზეწოლის ფონზე დააწერინეს. პოლიციის მაიორი ისრაფილ იდემაძე მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას არ გაიმეოროს ძველი მთავრობის შეცდომები. პოლიციელები მათი დუმილის მიზეზად სასამართლოს ასახელებენ და ამბობენ, რომ ადრე ჩივილს შედეგი არ მოყვებოდა. 2010 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის მთავარ სამმართველოს ირაკლი მოწყობილი ხელმძღვანელობდა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღნიშნულები 2010 წელში იძულების ძეს წესით პირადი განცხადებით ზეწოლის, მუქარის ქვეშ გაშვებული იქნება პირადი პატაგების საფუძველზე. ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილეს სხვა რეალობა, რომ ახალმა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ დაითხოვოს და გაუშვათ ის, ვისაც კანონის დარღვევა აქვს.